Დაახლოებით 5000 მეტაბონეს ამ დროისათვის უკვე აღუდგა ელექტრომომარაგება. იმედია, რომ ამ ინტენსივობით გაგრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენა. რამდენიმე სოფელთან დაკავშირებით ქონდა სერიოზული და გვაქვს ჯერჯერობით კიდევ სერიოზული პრობლემები, მაგალითად სანტრედიაში გორმაღალთან კონტაქტი პრაქტიკულად არ იყო, იმიტომ რომ ტელეფონების დატვენაც კი ვეღარ შეძლეს ენერგიის მიუწოდებლობის გამო. ყავდა მაგალითად ერთი ადამიანი, რომელსაც ჭირდებოდა დიალიზა იყოს ადამიანი და ჭირდებოდა გამოყვანა და ფეხით შეძლეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გამოყვანა. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ასეთი პრობლემა ყისიერად იქნას აღმოფხრილი და მაქსიმალურად ეს შეძლების დაგვარად მაქსიმალურად ხერხდება. Რა თქმა უნდა, ამ პროცესს ახლავს ძალიან დიდი სირთულეები, თუმცა ამას ვუკლავდებით საბოლოო ჯამში. ასევე გვაქვს ვანის მიმართულებით სულოში და ასე შემდეგ რამდენიმე სოფელში პრობლემები. იქ გაჭირდა მაგალითად 30 ტონამდე აგრეგატების გადაადგილება, რაც შეუთავსებელი იყო არსებულ რეალობასთან. დამატებითი ტექნიკის ჩამოყვანა მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გვეხმარება ამაში და მათ შორის ასევე ქონდა და გვაქვს პრობლემები ბაღდათის მიმართულებით, თუმცა იქ მიდის გაწმენდითი სამუშაოები და ერთი მხრივ პირველი საჭიროების შესაბამისად ეხმარებიან ადამიანებს, მეორე მხრივ მიდის ენერგოპროსთან ერთად გაწმენდითი სამუშაოები იმ რთული მიმართულებებით, აქ კიდევ უფრო დიდი სირთულეა, სადაც არის დაზიანებები, რაც შემდეგ რამდენიმე 1000 ადამიანის და ოჯახის ელექტრომომარაგების შეწყვეტასთან არის დაკავშირებული და შემდეგ აღდგენით სამუშაოებთან თუ იქ ვერ მივიდნენ, აღდგენით სამუშაოები ჭირს. თუმცა შეძლების დაგვარად სწრაფ ვადებში ახერხებენ, რომ 1000-ობით ადამიანს ელექტროენერგია მიეწოდოს.